რა ხდება? რატო ხარ? ვერ გავიგე, რატო ხარ მოსულობი? ჯიგარ გაიხარაგე. ბიჭებო მოგიყვანეთ ერთიც, აგერ ჩამ ბიჭებო, რატო ვარ თორემ რუსიან მაფიასთან მითხარით თორემ რატო ვარ რუსიან მაფიასთან? აი, кайფობ თუ რაღაცა მითხრა, ძმა მეც გავიარე და მე თავი ავალიდე. მე მგონი მართლა кайფობს მაგაცები. აი, დავიშალოთ, მოიცა რა გვინდა ამდენი ხანია. ვიციო, კაცო, ალგორითმი ვიციო და ძაღლებს სალამი, ძაღლებს. თოთხმეტ რანგზე რომელი ხარ? დადი დავდგეთ ერთ. მე ვარ. მიდი რა 12 რანგი მომეცია 10 რანგი თო ავტომატი მინდა. ამდე ამარეობაში ვარ და მიდი უცებ რა ავიღო ემოთხი. მარცხნის მოწყობა არ ვარ, დავდივარ უბრალოდ. 38 ვარ ძმა. დავდი ვადი. ეს გავიდა რა ტვინი. ეგრევე დაადე ბორკელი. რა იყო მაგის დედა შევეცი რანგი ვახსენე და ყველა გაჩუნდით რომ. აიდი მითხარი. 38 ვარ მე. რუსიან მაფიასთან რატომ ბიჭო რა შეეცით მაგ რუსიან მაფიას? ან დაიჭირეთ? მართლა რა შეეცით? ბიჭო, ან დაიჭირეთ? ან გიზმა ვანქანა პატრონთან მიმაყვანინა და მე დამიჭირე. ბიჭო რა არ გაინტერესებს დამიჯექით გვერდზე და მივუყვან პატრონთან და დამიჭირე. მითხარით მოვალ მე დავიჭერს ყველას. ბიჭო ერთი წუთი ზმაო მანქანა მიმაყვანიეთ პატრონ ბიჭო ერთი წუთი ხო შეიძლება რომ ელემენტარული მე თვითონ ჩავждები აი მე თვითონ ჩავждები ბიჭო არ მინდა თქვენი ჩაჯენ აი მე თვითონ ჩავждები ანუ მე თვითონ ჩავждები მანქანაში პროსტა ბოლკილები ამხსენით იმენა გემორჩილებით აი ბორკილი ამხსენი ზმაო ხელები მტკივა და მე თვითონ ჩავждები მანქანაში მოიცაც ბო ერთი წუთი მე პატრონის დაურეკავ რომ მანქანა წაიყვანოს აი შეგიძლიათ მანქანაში საბუთები რომ ნახოთ აი მანქანის აი თუ მომცემ აი ერთი წუთის უგლებას პროსტა საბუთებს ამოვიღებ თქვენ თვალწინ
ძრავი რო ჩააქროთ უბრალოდ რომ. აი ვსიო, წაიყვანა. აი ძმაო, ვждები მანქანაში, აი ეს. გემორჩილები, შევждები ძმაო. რევიჯო, აი მე დავხსნი სულ ყველას იმენა. დავხსნი მე ვინა და სოლოღა ეწერა. ხვიჩა კვარაცხელია. ბიჭო, ეგრე ძალიან კაი. ხო და რა არის ეს ბიჭო, ეხლა თქვენა დამსკრევდით სულ ყველას იმო და დარიცხეთ ფულები რა. ველოდებით. ოფშიაქ თორე საგულე გაგიშვით ვირი საბანოში ეგრევე. ბაზარში არის ყველობაზე რატო ანუ ჩემი დროსებიდი არა? აი მაშინ რავი პირდაპირ დაკითხვაზე შემიყვანეთ. მაშინ რავი დაკითხვაზე შემი ბიჭო საჩები აქ სწორე იარე რა რეებს აგე ახეთ ქიდი მაგ პაგრიშკა ვერ დავდივარ წესი. კი, დავშტე პრობლემა. ესე აქ ანრის იცნობთ? ანრი თეითი, ანუ ანრი ქვია რა იდეაში აქ დევიდ მაკალისტერი. მიაწოდა მტკინკო მინდივი. მე გამოვიდა. გამომძიებელი გამოცხადენ ანგრევებში? მაგ ანუ უბრალოდ ტელეფონის მე ხარცალია ვარ, რაციაში დაწერეთ და გაიგეთ თუმცა დაგაჯინა მეთქი საჭეზე მეთქი. ანუ იდეაში ან ტელეფონზე საუბრობდი რა. ანუ ბლუთუსი მქონდა დაკავშირებული მანქანაში ტელეფონი. ან ტელეფონი მქონდა? არა, ნახე ან ტელეფონი მქონდა მანქანაზე მიკავშირებული, სხვის მანქანა, ანუ სხვა მათხოვე მანქანა. ხოდა ანუ ტელეფონი რა დავაკონექტე, დაურეკე რა. ერთი ნასვამი ვერ მეთქე, სადმე შემოხვდება. ბატონო დავით. ეს ყველაფერი თუ რა იცოდეთ ჩაწერილი არის კამერაზე, რაც ჩვენს ოფიცერს ეცაუბრეთ მანქანიდან მანქანაში. ანუ ეთქვა ფანჯარა მქონდა ჩამოწეული. ტყუილის გამო დაგედებათ
დაგიკისრება შესაბამისი სასჯელი და გთხოვთ სრული სიმართლე ელაპარაკი. ანუ ეთყობა ბანკანაში ფანჯარა იყო ჩამოწერული და თქვენს გაიგეთ, იმიტომ რომ ხომ აღловსაუბრობდი მე ტელეფონში. მამ პრავა მაგბეთი ხო გითხარით. ანუ პრავა მაგ შემიძლია თუ უნდა განახებთ რომ პრავა მაგ. გასაგები არის მაგ ბატონმა ფრანკომ როგორც კი კითხვა დაგისვათ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით თქვენ პასუხი გაგვეცით შემდეგნაირად რომ მართვის მოწმობა საერთოდ შემიძლია რომ გადავამოწმო გადავხედო ჩანაწერებს და ამოგიგდოთ ეს ყველაფერი და გონი ჯობს რომ სიმართლე ელაპარაკოთ თორემ ჩვენ თუ დავადგენებთ და დავადასტურებთ იმას რომ თქვენ იტყუებით სასჯელი კი არ შეგიმსუბუქდებათ მოგემატებათ და არ გირჩევთ ამას რავი როგორც თან მით უმეტეს გაქცევაცადეთ ჩვენგან მით უმეტეს გაქცევაცადეთ გაქცევა არა ნახე ანუ მე გაქცევა არ ვცადე უბრალოდ მანქანაში იყო ტელეფონი და საბუთები რომ იმ პიროვნებას დამერეკა აბა ტელეფონზე ვსაუბრობდიო მანქანაში იყო ტელეფონი და საბუთებიო ეხლა რატო გეუბნებით თუ ტელეფონზე საუბრობდით საჭესთან რა ვიჯექით ნუ ტელეფონი როცა მანქანაში ვიყავი მე ვსაუბრობდი ტელეფონზე გასაგები მე თქვენ რო გამომეკიდეთ ხოდა რო გავაჩერე მანქანა თუ რო გავია არ გაგიჩერებია ანუ მანქანა გაქცევა ჩვენს მომართვაზე რეაგირება არ გქონდათ გაზის პედალს ფეხი დააჭირეთ და გაქცევას ვცდილობდით ეს ერთ-ერთი დანაშაულია ანუ ნახე თქვენი სახელი როგორ მოგმერთოთ სკუზა ნახე ანუ მე გაქცევას არ ვცდილობდი უბრალოდ მანქანა მინდოდა მე პატრონისთვის რომ მეყვანა ეს იყო გასაგები არის უნდა გაგეჩერებინათ და უნდა გეთქვათ უნდა გაგეფრთხილებინათ თან მით უმეტეს თქვენი პირადი მანქანა თუ არ იყო უნდა გაგეჩერებინათ უფრო ისე უნდა გაგეჩერებინათ და უფრო უნდა გაგეფრთხილებინათ ჩემი გადმოსახედიდან იმიტომ რომ თქვენ საკუთრებაში არ არის ეს მანქანა ხო ანუ ჩემ საკუთრებაში არ იყო ნაქერავები იყო ეს მანქანა ხო ანუ მეგობრის არ იყო ანუ მეგობარს უთხარი რომ დამხვდი ბატონო დავით კიდევ ერთხელ გავფრთხილეთ ეს ყველაფერი ჩაწერილი არის მომისმენთ ერთი წუთი ანუ ნახე მე რას გეუბნები და თქვენ რას მეუბნებით აქეთ ანუ ნახე მე რო ტელეფონზე ვსაუბრობდი დავურეკე მეგობარს და უთხარი მეთქი ცოტა ნასვამი ვარ მეთქი და შემოხდი მეთქი ანუ გასაგები ნასვამი იჯექით საჭეს ანუ ერთი ბაკალი ლუდი მაქვს დალეული ანუ ნასვამი იჯექით საჭეს ეგეც დანაშაული ერთი ბაკალი ლუდი მაქვს დალეული და მეგობარს უთხარი მეთქი შემოხდი მეთქი გასასოკია ხო და ეს მანქანა ჩემი არ იყო ანუ ეს მანქანა იყო ნაქერავები ოსტა მეგობარს ვაჯენდი რომ აი ესე იგი ნაქირავი მანქანაზე იჯექით ნასვამ მდგომარეობაში თან არც იცით ვინაა მეპატრონე ამ მანქანის ჩვენ გვეუბნებით რომ მეგობარი იყო ეს მეპატრონეო თან ოფიცერ ფრანკოს ეუბნებით რომ მართვის მოწმობა არ მაქვსო რად მინდაო და მე თან ოფიცერმა ფრანკომ რომ მოგმართათ რომ გადაგეყენებინათ მანქანა თქვენ გაქცევაცადეთ ეს დაახლოებით 5-დან 6 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთით ისჯება იცით თქვენ ეხლა რაც ჩამოთვალეთ რა დანაშაულებიც თქვით ხო და ნახე მე პატრონი ეს ვაფშე არ ვიცნო არტმანში არა ვინაა პროსტა მივედი და აბა რატო გითხარით მეგობარი ანუ მეგობარს ვესაუბრებოდი და მეგობარს უთხარი რომ მეთქი მანქანაზე დაჭექი მეთქი რა შემოხდი მეთქი სადმე მეთქი რომ დაგაჯინო რულზე და პოლიციელმა არ გამაჩეროს მეთქი და მაშინ რატო იჯექით საჭესთან საერთოდ რატო იჯექით მოიცა კაცო ადვოკატი ყავს ამას პირადი თუ არა ანუ ადვოკატს ვითხოვ რა ანუ ადვოკატს ვითხოვ და მომიყვანეთ მოიყვანეთ ადვოკატი მე აყო შენ პირადი ადვოკატი
მოიცა გუბერნიას გადავცემ ყველაფერს დამოვიდეთ. გასაგები. ეს ყველაფერი ჩაწერილია ბოდიკამზე. რაც ისაუბრეთ თქვენ, რაც შეიძლება თქვენ საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული სასამართლოზე. აი ბაზარი არა იყო სასამართლო. რა თქმა უნდა. დაკავების კადრებიც გვაქვს ჩაწერილი ასევე, რომ იცოდეთ, თქვენი საუბრებიც ჩაწერილი გვაქვს და თქვენი ყველა მოქმედება ჩაწერილი. მათ შორის მანქანიდან რო გადმოძახეთ ოფიცერ ფრანკოს. რავი ფანჯარა იყო ტყუბად ჩამოწეული და მე რავი არავის არა, იცით რა მაინტერესებს, დამთხევა იყო? ოფიცერმა ფრანკომ დაგისვათ კითხვა, მართვის მოწმობა გააქვთ ბატონო? და თქვენ გაეცით, მართვის მოწმობა არ მაქვს, ანუ დამთხევა იყო, რომ თქვენ მეგობარსაც ამას ესაუბრებოდით, რომ მართვის მოწმობა ანუ ჩემო მეგობარმა იცოდა, რომ მე პრავა არ მქონდა. მართვის მოწმობა მაქვსო რა, ეხა რო ამბობთ მართვის მოწმობა ანუ მანქანა ვაფშე, ანუ იქ მაღაზიები რო არის, ანუ ტიპი ვიცი იქ მანქანას იქ აყენებს იმ BMW-ს და იმ ტიპის გამქირავ მე სულ მანქანას. ვაფშე სახელი გვარი არ ვიცი იმ ტიპის, შეგიძლიათ იქ მიხვიდეთ. და რა ვიცი, ვაფშე არ ვიცი ქართულში ანუ ის ტიპი ვინაა, დაჟე არ სახელი გვარი არ ვიცი, უბრალოდ მაგ ტიპის. ესე ჰაერზე ქირავთ მანქანა? ხო, ანუ წლებია იმ ბიჭის და იქნება ძებნაზე არის მანქანა აყვანილი. ხო, ახლა მაგდენი ახლა არ ვიცი, მაგრამ მანქანას, რავი, სულ იმ მაგდენი არ იცით, იქნება ძებნაზე არის აყვანილი და თქვენ იждეთ საჭესთან და ეხლა როგორ ჩვენ გაგაჩერეთ ოფიცერებმა, ისე გაგაჩერონ სხვა ოფიცრებმა და დაგაკავონ იმის გამო, რომ საერთოდ ერთი ზარის უკვე ხომ აქ. თქვენ ადვოკატს არ დაუკავშირდეთ? გისმენ. ხო, ვიცი გონდა. გისმენ. ვიცე-გუბერნატორი რა საჭიროა? დათო. ბიჭო, მომისმინე, პოლიციაში ვარ და შეგიძლია რომ მოხვიდე? ბიჭო, მომისმინე, ეცოთი, მოდი აქ მიჭერენ და. უკაცრავად. თუ შეიძლება ადვოკატს რო ითხოვდით, კარი გამიღეთ. პატიცემულო, შენ ადვოკატი. არა, ძმაო, არა, მიჭერე ნაგერა რაღაცა ყვაზე ხარ და ავი თუ ყვაზე ხარ სისტემა დაიკინდე იდეაში. ვიცე-გუბერნატორი არ მოგითხოვია პატიცემულო. ბატონო, ჩემო, მე ვარ ვიცე-გუბერნატორი შრომის საფრთხეებისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც მოსამართის, ისევე ადვოკატის როლის შესრულების უფლებამოსილება გამაჩნია. ამ შემთხვევაში მე ვიქნები მისი როგორც ადვოკატი. აი, მაშინ LCPD-ში ვარ რა შეგნით დაკითხვის ოთახში. ბატონო, ტელეფონი გათიშეთ. ბატონო, ჩემო, ანუ ჩემი ზმაკაცი მოვიდა, შეგიძლიათ რავი ჩვენ საუბარს უდაესწროს? ერთ სამით ბატონო, გისმენთ აბა რა ბრალდებებს უყენებთ ამ ადამიანს? ნუ ერთ წუთი, მან ფორკილები ამხსენით, ხო გაქცევა სხვა რვაბე. ანუ პრავა უკაცრავად ჯერთ ანუ ერთი წუთი. აქ ფორკილები ამხსენ და ჩემს ზმაკაცს ვეთქვი აგერ 2 წუთი. ფორკილები ახსენეთ პირველ რიგში. ეს პირველმა გაიყვანეთ, არ შეიძლება კაცო. ანუ ჩემი ზმაკაცი 1 წუთი. ჩემი ზმაკაცია, ჩემი ზმაკაცია გეუბნები, ჩემი ზმაკაცია. პატივცემულობო 2 წუთი. 2 წუთი. ერთი წამი თუ შეიძლება ბატონო დავით თუ გინდა რაიმე 1 წუთი თუ შეიძლება მე ბატონ ჯოზეფ სტალინის დამხმარე მარჯვენა ხელი გახლავართ. თქვენი საუბარი მე მოვისმინე, როგორც გავიგე, ბრალდება არის მთრობით მდგომარეობაში მანქანის ტარება, ხომ ასე არის? დიახ.
თრობით მდგომარეობაში მანქანის დაება ამ პიროვნება ვინმე სიცოცხლის საფრთხე შეუქმნა? კი ბატონო. ამის სანაცვლოდ კანონის თანახმად ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება პიროვნება და არა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოყვანით. თქვენ უნდა წაგერთვათ ან მართვის მოწმობა უნდა ჩამოგერთვათ ან ჯარიმა უნდა გამოგეწერათ და მათთვის უნდა აგეკრძალათ მანქანის ტარება. თქვენ არ გაქვთ უფლება დაუმორჩილებლობაზე რა სიტყვით? 2 წუთი ბატონებო, გამიღეთ ხარი რა. აი შენის ბატონ დავითს რომ მოთხოვა ოფიცერმა ფრანკომ გადააყენე მანქანა შემოწმების მიზნით რომ უნდოდა რომ გაგოჩერებინა ბატონ დავითი თუ შეიძლება გარეთ ფაური 2 წუთი წარები რომ გამიღოთ და რომ მოვიდა არა 2 წუთი არ გსალია ძალიან დიდი ბოდიში ხო და ბატონ დავითი არ გაჩერდა პირიქით გაზის პედალს ფეხი დააჭირა და გაქცევა გაზის გაქცევა არც მისწია უბრალოდ მანქანა ვისგანაც ყავდა ნაკირავ ბოდიში რო გაწყვეტია დავით ანუ თქვენ დაგტოვეთ თუ შეიძლება ქუჩის ხმაურიდან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ რომ დავითმა თქვენი რაციის ხმა ვერ გაიგო როგორ მოახერხეთ მისი გადაყენება შემდგომ ხო გადააყენეთ და ეს პიროვნება აიყვანეთ ხო კი გადაუკეტეთ გზა გადაუკეტა და რა ცეცხლი გამიხსნეს ჩემი ხმა ხო გესმის ეს ყველაფერი არის ჩაწერილი კამერაზე შეგვიძლია კამერები გადავახვიოთ მაგრამ თქვენ მაინც ვერ ხვდები ვინ ბრძანდებით ბატონო დოტა რა სალაპარაკეთ ამ სათვალიან ზანს თო დაიჭირეთ ეს და მიაყოლეთ პოლიცია თუ რა არის კაცო ერთი წუთი ერთი წახრა მომისმინეთ ბატონებო ერთი წამით მომისმინეთ თუ შეიძლება გადი დამინიშნეთ სასამართლო ეს გაიყვანეთ ეს პიროვნება აი ეს ჩემწირები გახდა ეს დაადეთ ბორკილები ანუ ბორკილები არ დაადეთ ჩემი ძმაკაცია ან რა შეიძლება თქვენი ძმაკაცი ერთმა და თქვენი დაცვა გინდა დათო საწავიდა ის კაცო ეჭო რამე და ერთი წუთი გამტოვე და ამოიღო ბორკილები დაადო წინ მე რატომ ადებ რატომ და ეგ ვინ შემოვიდა ეგრევე ციხეში აიყვანეთ ეს შემოიყვანეთ აქ დროზე ბატონო დავით პიროვნება იოანე მე რატომ ადებ რა გინდა ჩემიდან სასამართლოს მოთხოვნის პროა მასე ახლა ბატონო ჩემ ერთი წამით ბატონო დავით გამოდი აქეთ ბიჭო რატო შემოყავარ ძმა აქ რა მინდა ეს გაიყვანეთ აქედან თუ ეს ერი ადამიანია გაუშვიძო კი ძმა მე რა გიხარით აი ადამიანია გაუშვი ეს ვაფშეა კაი გამიშვი წავალ რა გამიშვი ძმა გაიყვანეთ ეს აქეთ გამიშვით ბიჭო რა ერთი თქვენ მდგომარეობა მოაგორეთ მაგრამ რამდენი პოლიციელია აქ გამიშვით 2 წუთი ბიჭები ჩოგეთ ბორკილები ამ ხსენით და წავალმე ბიჭები მოდი აქ ბატონო დავით თავისუფალი ხარ გამიღე კარები გაბრძანდით სანამ ერთმანეთს გამოვიჩინე იქანი თავისუფალი ხარ დროულად გარეთ არავინ არ შემოუშვა არავინ არ გახდება კარი გაარეთ ბატონო კარი გაარეთ Amigos, მაგატავე ვასებით ბრატ. მეგობარო, პოლიცია. ამას საღამოშილებს რა ხდება რა არის? როგორო? ომი, ორა მეშინია ომის როგორ შეიძლება გას? მეშინია რა თქმა უნდა მეშინია.